დღეს არის პროტესტის მე-500 დღე, სწორედ აქედან გამომდინარე, საპროტესტო საზოგადოება შეიკრიბება თავდაპირველად ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამის შემდგომ კი ტრადიციული მარში გაიმართება, რომელიც დასრულდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე. წინა კვირებისაგან განსხვავებით, ეს კვირა იქნება განსხვავებული იმ თვალსაზრისით, რომ საპროტესტო საზოგადოების წევრები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდებიან ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავადაც სწორედ ამ ფორმით აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, ამბობენ, რომ დღევანდელი დღე და შეკრება სამი მიზეზით არის განპირობებული. პირველ რიგში, იმიტომ რომ ერთად შეხვდნენ აღდგომას, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში რჩება პროტესტი 500 დღის გამო და აქედან გამომდინარე დღეს არის შაბათი. შაბათი მარშის დღეა. სწორედ ამას დემონსტრირებენ ინტენსიურად და მოუწოდებენ ყველას, რომ ყოველი ამ მიზეზის გათვალისწინებით კვლავ გამოვიდნენ თავდაპირველად საკუთარი საპროტესტო შეძახილები გააჟღერონ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ხოლო ამის შემდგომ დარჩნენ 11 საათზე ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა 12 საათზე უკვე შემდგომში ერთად შეხვდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მარშის დღეს დაემთხვა მე-500 დღე უწყვეტი პროტესტის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ ერთმანეთი, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ის მიზნები, რომელიც 500 დღის წინ ჩვენ გვქონდა, ჯერ არ მიგვიღწევია. ეს მოთხოვნები, რომლებიც გვაქვს გათავისუფლება ჩვენი სინდისის პატიმრების თუ პოლიტპატიმრების და დაბრუნება ევროპულ გზაზე ახალი არჩევნებით, ეს მიზანი მისაღწევია და ვფიქრობ, რა დროს არ უნდა დასჭირდეს ამას. ჩვენ მზად ვართ, რომ მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და მოვითხოვოთ დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნები. ძალიან სიმბოლურია, რომ მე-500 დღე ემთხვევა არა მარტო უბრალოდ შაბათის მარშს, არამედ ეს არის აღდგომის ღამე. გარდა მარშისა საღამოს 11 საათზე ჩვენ შევიკრიბებთ იმისთვის, რომ ისევ კიდევ ერთხელ ერთად შევხვდეთ აღდგომას, იქნებიან მგალობლებიც და იქნება ის ერთიანობის განწყობა, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენ ქვეყანას. დღეს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ზუსტად 19 საათზე, ძალიან ცოტა ხანში 2 საათის კი არ რჩება ამ მომენტამდე, შეიკრიბებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საპროტესტო საზოგადოების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, სინდისის პატიმრების მშობლები, მოკლედ დღეს მორიგ ჯერზე ყველა ერთად გააჟღერებს საკუთარ საპროტესტო შეძახილებს, თუმცა რა თქმა უნდა, ამის პარალელურად დღევანდელი შეკრების მთავარი მიზეზი, გარდა იმისა, რომ დღეს არის უკვე მე-500 დღე უწყვეტი პროტესტის, რაც ყველასთვის იმის დადესტურება, დეკლარირება და დემონსტრირება, რომ ქართველი ხალხი იქამდე არ ნებდება, სანამ საკუთარ მიზანს არ მიაღწევს. გარდა ამისა, დღეს ღამე აღდგომის ერთად აღნიშვნა და ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვედრა არის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი, რატომაც გადაწყვიტეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რომ მორიგი მარში და შემდგომ უკვე შეკრება გამართონ ჯერ ფილარმონიასთან შეიკრიბონ, შემდეგ კი გადაინაცვლონ მარშით დედაქალაქის მთავარ გამზირზე. მოკლედ, შაბათის მარშის გეგმა არის უცვლელი. დღეს მხოლოდ იმით დაკორექტირდა გეგმა, რომ არავინ არ დაიშლება რუსთაველის გამზირზე მისვლის შემდეგ 11 საათზე დარჩებიან სანთლებით ქაშვეთთან და ერთად შეხვდებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ცხადია, მომდევნო კვირების განმავლობაშიც ისევ ძალაში რჩება შაბათის მარშების ფორმატი.